ესა გთხოვთ დავხუროთ გარები. ყველანი ადგილზე ვართ. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს გვაქვს კომიტეტის ხდომა. დღის წესრიგი დარიგებულია. თუ რამე სხვა შენიშვნა არ არის, მაშინ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობთ. გადავდივართ პირველ საკითხზე. საქართველოს პარლამენტის წევრების ბატონი შალვა კერესელიძის, გიორგი შარაშიძის, ქეთევან ბაქარაძის, ვიკა ფილფანის, გიგა ფაროლავას, თამარ ხვედელიანის, სოფო ხორგოვანის, სალომე კობალაძის, გელა აბულაძისა და მალხას თორიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კავშირის ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი პარლამენტის წევრი ბატონი გიორგი შარაშიძე. გთხოვთ ბატონი გიორგი. მადლობა. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ კანონპროექტს საქართველოს კანონში საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე და მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ ის мотиваცია, რაც ჩვენს გუნდს ჰქონდა, როდესაც ამ კანონპროექტზე მუშაობა დავიწყეთ. აღნიშნული კანონპროექტის ცვლილების მიზანი ბატონებო გახლავთ ის, რომ საჯარო დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ შესატანი ცვლილების კანონპროექტს, რომ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა სოციალური თანასწორობისა და ღირსეული ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი, რაც მიიღწევა მათთვის მინიმალური შრომის ანაზღაურების დანერგვით, რომელიც ჩვენი მოსაზრებით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით 1050 ლარს, ანუ არ უნდა იყოს 1050 ლარზე ნაკლები. ხაზი უნდა გაისვას იმ გარემოებას, რომ 1050 ლარიანი ზღვარი მიზნად ისახავს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ფინანსურ ხელშეწყობას, რისკების მოხსნას ანაზღაურების კუთხით და უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის ღირსეულ ანაზღაურებას. ასევე აღნიშნული ცვლილების საჭიროება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის დებულებებიდან, რომლებიც ადგენენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, ასევე ადამიანების სოციალურ დაცვაზე. მინიმალური ხელფასი საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს იცავს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან, ახალი სახელფასო ბარიერი აწესებს სამართლიანი კონკურენციის პირობებს. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა გამომდინარეობს გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებიდან, რომელიც ადგენს, რომ ყველა დასაქმებულს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას, როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის. 1050 ლარზე ნაკლები ანაზღაურება არსებული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. არანაკლებ 1050 ლარზე მეტი ხელფასის შემოღებამ უნდა გააუმჯობესოს დაბალშემოსავლიანი ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა, რაც თავის მხრივ გახდება ტრიგერი შიდა წარმოების ზრდის, რადგან გაჩნდება მეტი შემოსავალი და გაიზრდება მოთხოვნა მათ შორის შიდა წარმოების პროდუქციაზე. შესაბამისად, მინიმალური ხელფასის დაწესებას არა მხოლოდ სოციალური და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მიზნების მხრივ ექნება პოზიტიური ეფექტი, არამედ პოზიტიური გავლენა ექნება ეკონომიკაზეც. ამასთან კანონით მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდება ქალების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში გენდერული უთანასწორობა ჯერ კიდევ არსებობს და ცნობილია ის გარემოება, რომ ერთი და იგივე აბსოლუტურად იდენტურ სამუშაოში სამწუხაროდ ქალები გაცილებით ნაკლებს ღებულობენ შემოსავალს ვიდრე მამაკაცები. ამიტომ ამ კანონის ერთ-ერთი მათ შორის მნიშვნელოვანი მიზანი არის ის, რომ გაუმჯობესდეს ქალების და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, რადგან ქალები, როგორც მოგახსენეთ, ყველაზე ხშირად არიან დაბალ ანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებულები. შესაბამისად, მინიმალური ხელფასი ხელშეუწყობს გენდერულ თანასწორობას და შეამცირებს სიღარიბის რისკს. ვასრულებ მოკლედ, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა აწყდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გამოწვევებს,
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფორმალურად იზრდება და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არის პოზიტიური, არ არის მე მგონი არავისთვის გასაკვირი ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ზრდის ეკონომიკური ზრდის რეალურ სარგებელს საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. სოციალური უთანასწორობა, დაბალი ანაზღაურება და ფასების ზრდა, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია მოგეხსენებათ, მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს სიღარიბის ზღვარზე ტოვებს. ბევრი მოქალაქე მუშაობს დაბალ ანაზღაურებად ხელფასზე, მათ შორის საჯარო სექტორში, სადაც ხელფასი არ შეესაბამება ცხოვრების რეალურ ხარჯებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იკმაყოფილებს საბაზო საჭიროებებს, როგორიც არის ყვება, საცხოვრებელი, მედიცინა და განათლება და რჩება ფინანსურად რთულად ხელმისაწვდომი. ამ რეალობაში 1050-ლარიანი ზღვარის დაწესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ნაბიჯი იქნება, ის ხელშეუწყობს საჯარო სექტორში ღირსეული პირობების შექმნას, გააძლიერებს სოციალური დაცვის სისტემას და შეამცირებს სიღარიბეს. კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი გახლავთ ის, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება მინიმუმ 1050-ლარიანი შრომის ანაზღაურების დაწესება, რაც მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. ის ხელშეუწყობს ამ სექტორში დასაქმებულთათვის ღირსეული პირობების შექმნას, გააძლიერებს სოციალური დაცვის სისტემას და შეამცირებს ჩვენს ქვეყანაში სიღარიბეს. ეს იყო მოკლედ, ასე ვთქვათ, ჩვენი მიზნების და მოტივაციის შესახებ და რა თქმა უნდა მზად ვარ უპასუხო თქვენს კითხვებს. ბატონო გიორგი, ჩვენ აქ ვართ სავალდებულო კომიტეტი, წამყვანი კომიტეტი, როგორც იცით, ჯანდაცვის საერთოდ და თუ თქვენ თვლით დამეთანხმებით თუ არა და როგორც იტყვით. კი ბატონო. რადგან ერთ და იგივეა, მეორე საკითხსაც ხომ არ გავილი და მე იყო საერთო შეკითხვა. კი ბატონო. როგორც თვლით. კი ბატონო, მეორე საკითხის მოტივაცია გახლავთ აბსოლუტურად იდენტური, მოგეხსენებათ, რაზეც ვისაუბრე, იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმაზე, რომ ერთის მხრივ სახეზე გვაქვს გაზრდილი ეკონომიკა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ამ სარგებელს მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ თავზე ვერ ღებულობს. შესაბამისად, იგივე პრობლემა არის კერძო სექტორშიც. ამიტომ, როდესაც ჩვენ ამ ინიციატივაზე მუშაობდით, რა თქმა უნდა, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ შემოგვეტანა ცვლილება არა მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის, არამედ კერძო სექტორში დასაქმებულთათვის და მეორე კანონპროექტიც ცალ-ცალკე არის, მაგრამ რეალურად ერთი პრობლემის გადაჭრას ემსახურება, ანუ ეს მეორე ინიციატივა ამ შემთხვევაში მიზნად ისახავს საქართველოს შრომის კოდექსში კონკრეტულად ცვლილებების შეტანას. დიახ. მორჩით? დიახ. კარგი კოლეგებო, თუ არის შეკითხვები? კი, აი მე და ბატონ გიორგის თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ვიყავით საკრებულოს წევრი ერთ პერიოდში. მე უშუალოდ საჯარო სექტორთან დაკავშირებით აი ამ ცვლილებაზე გავამახვილებ ყურადღებას. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასები საჯარო სექტორში, სახელმწიფო დაწესებულებებში არის მუნიციპალიტეტებში. ხო ეს მე მგონი განსაკუთრებით რეგიონებში. მაინტერესებს თუ გაქვთ ნაფიქრი ამაზე იმ პირობებში, როდესაც საშემოსავლო გადასახადებიდან შემიღებული თანხები ვერ აისახება მათ ბიუჯეტში. როგორ წარმოგიდგენიათ იმ დანაკლისის აღმოფხვრა და ამ 1050-ლარიან მინიმუმზე გასწორება იმ პირობებში, როდესაც ესეთი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. კი ბატონო, თქვენ მუნიციპალიტეტებს გულისხმობ, განსაკუთრებით რეგიონს. მე მგონი ჯობია მოვაგროვოთ თუ როგორც იტყვით, კი ბატონო. მაშინ ჩაინიშნეთ და ბატონი ლევანი, შემდეგ ბატონი ილია. მოგესალმებით. კერძო სექტორთან დაკავშირებით თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ადამიანი არის, ვისი ხელფასიც ამ 1050 ლარზე ქვემოთ არის? თუ გაქვთ და მაქედან გამომდინარე დაგისვათ შეკითხვას. შეგიძლიათ ციფრი მითხრათ? ანუ ჩვენი დათვლებით დღეს საქართველოში არის 340,000 ადამიანი, ჯამურად 340,000 ადამიანი, რომელიც ღებულობს 1000 ლარზე ნაკლებს. აქედან დაახლოებით 100,000 ადამიანი არის საჯარო სექტორზე. მოდის დანარჩენი ბუნებრივია კერძო სექტორზე. კი ბატონო. მაშინ ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინიციატივა, როდესაც გონივრული არის და როდესაც შეძლებადი არის მისი რეალიზაცია, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. 1050 კი არა, 3050 კიდე უკეთესია, ხო?
უბრალოდ ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ ხოლმე გონივრულობის პრინციპიდან და რეალურად ვისი საშუალება აქვს სახელმწიფოს, ანუ ამ შემთხვევაში უკვე კერძო სექტორს, ხომ? აი ჩვენ რა დაზღვეულები ვართ, რომ 240,000 ადამიანი და სწორი ბრძანეთ დაახლოებით იგივე ფარგლებში ქონდა მეც დაანგარიშებული. 240,000 ადამიანი არის, რომელიც კერძო სექტორში არის დასაქმებული, რომლის ხელფასიც არის 1050 ლარზე ქვემოთ და ჩვენ თუ ეს კანონი მივიღეთ და ბიზნეს განვუსაზღვრეთ ქვედაზღვარი 1050 ლარი. რითი ვაზღვევთ ამ მოქალაქეებს, რომ თუნდაც 50% რო დარჩეს უმუშევარი, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესმა ვერ შეძლოს ან არის სურვოს მათი ხელფასის გაზრდა, ხო და მათი ფუნქციები შეიძლება სხვა თანამშრომლებზე გადაანაწილოს, ხო? სულ რო 50%-ს ესეთი რაღაცა შეეხოს, ხო? დაახლოებით 120,000 ადამიანს დავტოვებთ ჩვენ უმუშევრად, ხო? აი ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ, რომ რითი ვაზღვევთ აი ამ ნაწილს, რომ ასეთი რაოდენობის ადამიანები არიან და ესეთი ცვლილებით კანონში პირიქით საერთოდ არ დავღუპოთ და უმუშევრები არ დავტოვოთ. იქიდან გამომდინარე, რომ კი, რა თქმა უნდა, 1050 ლარზე ქვემოთ ხელფასი, დაბალი ხელფასია, 1050-ზე იგივეს ვიტყოდი, ხო, სასურველია, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი ხელფასი. თუმცა ეს ადამიანები რომ მუშაობენ, ესე იგი, ეს ინდიკატორია, რომ მათ უღირთ, ხო, რაღაც შეღავაც უკეთებს ამაზე უფრო დაბალი ხელფასი, თორე არ იმუშავებდნენ. და აი, მაგ ნაწილს რითი ვაზღვევთ, რომ უმუშევრები არ აღმოჩნდნენ 100,000 ადამიანი და საერთოდ არ დავუყუპოთ. ეგაა ჩემი კითხვა. კი ბატონო. მოგესალმებით. ნაწილობრივ იგივე მიმართულების კითხვა მაქვს, რაც ბატონმა ლევანმა დასვა. მე მაინტერესებს საშუალო და მცირე ბიზნესი, რომელიც რეგიონებში ესე ვითარდება. და ძალიან სასიხარულოა, რომ ვითარდება და ტურიზმს ეხება ეს თუ ნებისმიერი მიმართულებას, რომელიც რეგიონში აქტუალურია. თუ გვაქვს რამე კონსულტაციები მათთან გავლილი, რამდენად ეს საშუალო და პატარა ბიზნესი მზად არის ესეთი დატვირთვის ასაწევად, რომ მათ დასაქმებულ თანამშრომლებს კონდეს მინიმალური ხელფასი 1050 ლარი და რა თქმა უნდა რაჯობია მაგას, რომ ეს შესაძლებლობა გქონდეთ, თუმცა რეგიონებში რადგან წამოვიდა ის ტენდენცია, რომ რაღაცეები იქნება, იზრდება, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით, მე როგორც დელეგატი 4 მუნიციპალიტეტის სამეგრელოსი ძალიან ბევრი მიმართულება ტურიზმის მიმართულებით ცოტათი ფეხზე დადგა და ეს იქაურობას ვიღაცამ პატარა სასტუმრო გააკეთა, ვიღაცამ ამარაგებს ამ სასტუმროს სხვადასხვა მიმართულებით და მათ წირია მათი შემოსავალი, მაგრამ თუ ამ ვალდებულებას გაუჩენთ, რამდენად ისინი მზად არიან, რომ ამ ყველაფერს გაუძლონ და ოფიციალურად ესე ყავდეთ თანამშრომელი 1050 ლარზე მინიმალური ხელფასით. ვფიქრობ, რომ არ ვიცი თქვენ რამდენად გაქვთ ეს კონსულტაციები გავლილი მათთან და რამდენად ისინი მზად არიან ამის ასატებად. მადლობა. მეც გავაგრძელებ. ლევანის კითხვას გავაგრძელებ. უყურეთ ბიზნესი დღეს ქმნის სამუშაო ადგილებს, ხო? რო ქმნის, ანუ არის რაღაც საშუალება, რითიც უნდა გადაუხადონ დასაქმებულ ხალხს ხელფასი. თუ ბიზნესი ვეღარ შექმნის სამუშაო ადგილს და ვეღარ გადაიხდის 1050 ლარს, რომელიც თქვენ კიდე მინიმუმ გააკეთოთ, ანუ შემცირდება. ბიზნესი ეცდება, რომ ეს ხალხი გადაამზადოს ან სხვა ხალხით ჩაანაცვლოს, რომელიც რამოდენიმე კაცის ფუნქციას შეითავსებს. თქვენ არ თვლით, რომ ეს ხალხი სამუშაო ადგილს დაკარგავს? აი როგორ ფიქრობთ, სამუშაო ადგილს რო დაკარგავს ეს ხალხი, თქვენ ბიზნესთან თუ გისურვებთ, არას გააკან ქვეყნიდან წავლენ. აი ამათ აი რას უშვებით მე? ამაზე გიფიქრია? კი ბატონო. მადლობა. მოგესალმებით. ერთი კითხვა მექნება მეც, ანუ საქართველოში ხო ხელფასების სტრუქტურა კერძო სექტორში მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონების მიხედვით. აი ამაზე როგორ უყურებთ ამ კონკრეტულ საკითხს და როგორ გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ამ მიმართულებით. აი ეს კითხვა ჩემი შეკითხვა. სხვა შეკითხვები არ არის, მე მაქვს ერთი შეკითხვა კიდე ბატონო გიორგი. ძირითადი აქ უკვე ითქვა, რომ რია არ არის გაკეთებული, რომ რატო თქვა 1000 და არა 1500 ან 500 და ეს რაც გამოიწვევს, მაგრამ კიდევ ასეთი საკითხია. აი საათობრივ მაქვს ხედულობაში. აქ წერია, რომ თუ ადამიანი კვირაში 2 დღე მუშაობს
ან რამოდენიმე საათი, ისიც 1000 ლარს აიღებს, 1050 და ვინც იმუშავებს მთელი კვირა 40 საათი, 40 საათი, ანუ ყოველ დღე 8 საათი, ისიც იგივეს აიღებს. არ არის ეს დაყოფილი, ანუ არასამართლიანია, გამოდის რომ ამათ რო თავი დავანებოთ, ზოგადად ვინმე რომ იღებს სახელმწიფო სექტორი ავიღოთ თუნდაც 1100 ლარს ხელფას, გამოდის რომ ვიღაც, ვინც ორჯერ კვირაში მუშაობს, აიღებს 1050-ს. ამიტომ ჩემი აზრით ეს საათობრივზე უნდა იყოს გადაწყობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მარტივი მაგალითი შეიძლება მოიყვანო, რომ ადამიანი მოდის დილაზე, არ მინახე პროფესია დავასახლო, რაღაც პატარა საქმეს აკეთებს 9 საათიანს, მოათავა წავიდა თელი დღე თავის საქმეს აკეთებს და იმას ის 700 ლარია თუ რაღაც აწყობს. და ეს გაუთანაბროთ იმას, რომელიც დილაზე მიდის 9-ზე და საღამოზე 6-ზე ბრუნდება, არ ლოგიკური მიმაჩნია და არასწორი. ეს არის ჩემი შეკითხვა. ასევე მინდა თქვა, რომ ჩვენ ტრადიციულად როგორც ყველა კანონ პროექტზე მთავრობას უგზავნით დასკვნისათვის, იცით კონსტიტუციის 66 მუხლის თანახმად და უარყოფითი დასკვნა არის მოსული. გთხოვთ პასუხებს ახლა. აღარ არის კითხვები? როგორც ჩანს არის. კეთილი. კარგით, პირველ რიგში მე მინდა გითხრათ და გაგაცნოთ და შეგახსენოთ საერთაშორისო გამოცდილება ამ თვალსაზრისით და შეგახსენოთ, რომ ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირი და მათ შორის ასოცირების პირობებით გათვალისწინებული სხვადასხვა ვალდებულებები, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება და ასე შემდეგ მიუთითებს, რომ მინიმალური ხელფასი უნდა იყოს დაწესებული ქვეყანაში. მაგალითად ძალიან ხშირად არის საუბარი იგივე მოლდოვაზე, რომელსაც აქვს მინიმალური ხელფასი. მოლდოვას მაგალითად მოვიყვანთ რა, ეკონომიკას გადახედეთ მოლდოვას. არა, გასაგებია მით უმეტეს მაშინ. ძალიან თუთ მორჩება ბატონო გიორგი და ეკონომიკას რო გადავხედავთ, რომ უმეტეს ქვეყნებში არ არის. ამაშია, სწორედ ამაშია საქმე, რომ მე ვთქვი ჩემ შესავალ სიტყვაში, რომ საქართველოში ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ გაზრდილი ეკონომიკა, მაგრამ ამ ეკონომიკური სარგებლით და ასე ვთქვათ, ამ შემოსავლებით რიგითი მოქალაქეები ვერ სარგებლობენ. ეს არის მთავარი პრობლემა. და ამიტომ ამას მივაქციოთ ყურადღება. და მე რაც ჩამოგითვალეთ, ეს ყველა ორგანიზაცია პირდაპირ ადასტურებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური გავლენა შეიძლება ქონდეს მინიმალური ხელფასის დაწესებას ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე და არსად არ ფიქსირდება რაიმე ნეგატიური გამოცდილება. ეს ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება. რაც შეეხება გამოთვლებს, სამი ძირითადი მოდელი არსებობს, როგორც რის მიხედვითაც გამოითვლება. მინიმალური ხელფასი, ერთი გახლავთ ყველაზე გავრცელებული, გახლავთ მედიანური ხელფასის 60%, რომლის მიხედვითაც დაახლოებით იგივე გამოდის, როგორც ჩვენს მიერ წარმოდგენილი თანხა, მეორე გახლავთ საშუალო ხელფასის 40% და ასევე მესამე მოდელიც არსებობს, საარსებო მინიმუმის სამმაგიოდენობა და ფაქტობრივად აი ნებისმიერი მოდელი რომ ავიღოთ, დაახლოებით იგივე თანხაზე გავალთ საქართველოს რეალობაში ჩვენი საბიუჯეტო და ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით დაახლოებით იგივე გამოდის. ნუ შეიძლება პლუს მინუს იყოს მცირედი სხვაობები. რაც შეეხება თქვენს შეკითხვებს. ნუ პირველ რიგში ჩვენ როდესაც საჯარო სექტორზე ვსაუბრობთ, აქ თუ გაეცნობით ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს, გვაქვს გამოთვლილი რა წილი მოვა საშემოსავლო გადასახადის ზრდაზე. ეხლა მესმის თქვენ თქვით, რომ მუნიციპალური ასე ვთქვათ ბიუჯეტი და ადგილობრივი ცენტრალური ბიუჯეტი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ჯამურად რომ დავთვალოთ, სხვაობა სახელმწიფოს ტვირთსა და გაზრდილ საშემოსავლო გადასახადს შორის არის ჩვენი გათვლებით 76 მილიონი ლარი. ეს რა თქმა უნდა არ არის რაღაცა განსაკუთრებული ტვირთი ბიუჯეტისთვის, რომ ვერ მოგვარდეს საჯარო ასე ვთქვათ სექტორში. საუბრობ საჯარო სექტორში. არა, ზოგადად საუბრობ ბიუჯეტის ტვირთზე ამ კანონპროექტში შეტანილი ცვლილების შედეგად რაც შეიძლება დადგეს. ანუ 100 მილიონი ლარის ფარგლებშია. მოდი კიდევ უფრო დავამრგვალოთ და გავზარდოთ, რაც ჩვენი აზრით არ არის ისეთი დიდი ტვირთი, რომლის აწევაც დღევანდელ პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტს
არ შეუძლია. რაც შეეხება დანარჩენი კითხვები, იყო ყველა კერძო სექტორთან დაკავშირებით და მეც ძალიან კარგად მესმის ეს რეალობა, მაგრამ მინდა გაგახსენოთ, აი ზუსტად ბოლო პერიოდში გაცილებით გამჭვირვალე გახდა იქამდე შეიძლება ბევრმა არც იცოდა, დღეს უკვე ყველამ ნახა, თუ რეალურად სწორედაც რომ ჩვენი მოქალაქეების არასამართლიანი ექსპლუატაციის ხარჯზე დავარქმევდი პირდაპირ და არ მოვერიდებოდი ამ განმარტებას, ძალიან ბევრი ბიზნესი ზემოგებაზე მუშაობს და დღეს ჩვენ ვაკვირდებით ამ გამჭვირვალე პროცესს, როდესაც არის საუბრები ფასების შემცირებაზე, რაც საბოლოო ჯამში გვინდა თუ არ გვინდა, დიდი ალბათობით ისევ რეგულაციის შედეგად თუ იქნება მიღწეული, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ მოკლევადი ამ პერსპექტივაში და როდესაც საუბრობთ ჩვენ, ასე ვთქვათ, ყველაზე დაბალ ანაზღაურებად პერსონალზე, სხვათა შორის შეიძლება პარადოქსიც კი იყოს, რომ აი ყველაზე დაბალი ანაზღაურება სწორედაც რომ აი ამ ორგანიზებულ, ასე ვთქვათ, მაღაზიათა ქსელში დასაქმებულ, მათ შორის სტუდენტებს აქვთ, რომლებიც ღამის განმავლობაში მუშაობენ, მთელი ღამე მუშაობენ, ღამეს ათენებენ, იმისთვის რომ სწავლის საფასური გადაიხადონ, სხვა საჭიროებები დაიკმაყოფილონ და აქვთ უკიდურესად დაბალი ანაზღაურება და მე სწორედ ამიტომ არ მოვერიდე სიტყვას ექსპლუატაცია, იმიტომ რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ექსპლუატაცია ახალგაზრდა ადამიანი ღამის საათებში, რაც კიდევ უფრო მეტად ანაზღაურებადი უნდა იყოს ნორმალურ პირობებში, ამუშაო და გადაუხადო მაგალითად 400 ლარი. ასე რომ, როდესაც ბიზნესებს საუბრობთ, ბუნებრივია აქ სწორი მიდგომა თუ გავმიჯნავთ დიდ ბიზნესს მცირე ბიზნესისგან. რაც თქვენ ახსენეთ, მცირე და საშუალოსაც არ მგონია გაუჭირდეს, მაგრამ მცირე ბიზნესი და სტარტაპი შეიძლება მართლაც იყოს ერთგვარი გამონაკლისი და სხვათა შორის აქ მე მინდა გითხრათ, რომ ხა პირველი მოსმენაა და ბუნებრივია ჩვენც მივესალმებით ნებისმიერი ტიპის ცვლილებას ამ კანონპროექტში. მთავარი ჩვენთვის არის ზოგადად გვესმოდეს თქვენი პოზიცია. უჭერთ ხარს მინიმალური ხელფასის დაწესებას თუ არა, თუ არ უჭერთ რატომ, ან თუ უჭერთ და კონკრეტულად დასახელებული თანხა, ანუ 1050 ლარი მიგაჩნიათ არასწორი კალკულაციის შედეგად გამოყვანილ ციფრად, ესეც რომ გითხრათ, თორემ რა თქმა უნდა, აქ იმ ტიპის ცვლილებები, რაზეც თქვენი კითხვები მიუთითებთ და ბუნებრივია სამუშაო პროცესში თუ არ იქნება აქ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პოზიცია და პოლიტიკურად თქვენ არ ჩათვლით მიზანშეწონილად ამ კანონის დამტკიცებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივია შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ მაგალითად რეგიონები ახსენეთ და მაგალითად აი ზურას მინდა შევეხმიანო თავის კითხვაზე მაგალითად აქაც შეიძლება პრინციპში გარკვეული რანგირება იყოს რეგიონებს შორის და მცირე ბიზნესი ანუ სტარტაპ სექტორიც იყოს ერთგვარი გამონაკლისი, მაგრამ როცა ვსაუბრობთ დიდ ბიზნესზე, მათ შორის საშუალო ბიზნესის მთავარი დანიშნულება გარდა იმისა, რომ მოგებაზე უნდა იმუშაოს და გადასახადები გადაიხადოს, ასევე მოგეხსენებათ არის ის, რომ დაასაქმოს ადამიანები, მაგრამ დაასაქმოს ღირსეული ანაზღაურებით და არა ისეთი ექსპლუატაციური ვთქვათ პირობებით, რაზეც მე ერთ-ერთ მაგალითად მოგიყვანეთ ამ შემთხვევაში სუპერმარკეტების ქსელის მაგალითი. ის ერთ წუთით გადავდივართ დაზუსტებაზე, პირველი ბატონო ლევონმა მთხრობა, შემდეგ ბატონი გიორგი, შემდეგ ბატონი ილია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ხელფასების მომატებას, იგივე პენსიების მომატებას ჩვენ ყოველთვის მივესალმებით და არც 1000 ლარზე არის ლაპარაკი და არც ხელფასები იმის პენსიების 200 ლარი. თქო გვირჩევნია რომ პენსიები გაიზარდოს 1000 ლარი და მინიმალური ხელფასი იყოს 3000 ლარი. უბრალოდ ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ რეალობიდან და მოცემულობიდან. რას გულისხმობ ამაში? იმიტომ რომ პოპულიზმი ესეც სენსიტიური თემები, როდესაც არის დღის წესრიგში, ხო? ნამდვილად გვერდზე არის გასაწევი. და რას გულისხმობ აი გეტყვით ხა მაგალითად თქვენი ინიციატივა იყო რომ აი პენსიები რატომ არ იზრდება 200 ლარით ხო დებატებშიც მოვისმინეთ ბატონი ლევან გოგიჩაიშვილის პოზიცია იყო ჩვენ 200 ლარით კი არა მივესალმებით ისეთი ეკონომიკა რო გქონდეს რომ 1000 ლარით გავზარდოთ და ღმერთმა ქნას რომ მალე მივიდეთ იქამდე რომ მართლა ღირსეული პენსია გქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს იმიტომ რომ ჩვენ წინან ჩამოფრინილები არ ვართ და რა თქმა უნდა ვთვლით რომ ეს არის დაბალი პენსია თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ რომ ეკონომიკა გაიზარდოს და დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა პენსიონერებზეც აისახოს ეს ყველაფერი თუმცა როდესაც ბატონმა პრემიერმა კითხვა შეუბრუნა ლევან გოგიჩაიშვილს რომ აი რას მოაკლებდითო ხო 2 მილიარდზე არის ლაპარაკიო ლევან გოგიჩაიშვილმა უპასუხა რომ აი პოლიციას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსო და ეს არის უპასუხისმგებლო მიდგომა ხო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ეხლა ნუ პოლიცია ის მოვაკელით ბიუჯეტი და უსაფრთხოების სამსახურს არ ვიცი პენსიონერებსაც არ გაუხარდებათ იმიტომ რომ შვილიშვილები ყავდა დარწმუნებული ვარ რომ უნდათ რომ თავისმა შვილიშვილებმა იცხოვრონ
უსაფრთხო ქვეყანაში. ყველაფერს თავი დავანებთ. იგივე არის ამ მომენტშიც, ხო? კი, რა თქმა უნდა, მივესალმებით მინიმალური ხელფასი რომ იყოს კიდევ უფრო მაღალი ვიდრე თქვენს მიერ წარმოდგენილი 1050 ლარი, მაგრამ ჩვენ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ. ანუ ორივე მხარე ვჯერდებით, მეც იგივე მონაცემებზე მაქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 250,000-ის ფარგლებში არის ჩვენი მოქალაქეები, ეს რაოდენობა, რომელიც კერძო სექტორში არის დასაქმებული და აქვს ამ ხელფასზე ნაკლები. და ძალიან დიდი რისკია ჩვენ რომ ეს კანონი მივიღოთ, ძალიან დიდი რისკია რომ 250 თუ არა, ვთქვათ 150,000 ადამიანი აღმოჩნდეს უმუშევარი, ხო? თუ თქვენ შემოგთავაზებთ რაიმე ტიპის, რომელსაც ახლა ვერ ვხედავთ პირდაპირ თქვათ, ხო? დაზღვევის მექანიზმებს, ამ შემთხვევაში შეიძლება მაგაზე მსჯელობა, მაგრამ ესეთ ცარიელი, ასე ვთქვათ, ფურცლით, რომ აი ესე გავზარდოთ და არ ვიცით რა მოუვა 250,000 მოქალაქეს, რომელსაც ხას უსვავ და გეთანხმებით, რომ დაბალი ხელფასი აქვს, გეთანხმებით, რომ მოსამატებელია, თუმცა რახან მუშაობენ, ესე იგი მინიმუმ რაღაცაში აწყობთ და იყენებენ, ხომ ამ ხელფასს. და ჩვენ რო დარტყმის ქვეშ დავაყენოთ და გადაწყვიტონ კომპანიებმა, რომ ამისი ნახევარი 250,000-ის ნახევარი ნახევარი უნდა უმუშევრები დატოვონ, ხო? ნუ 125,000 ჩვენთან ამ მოქალაქეზე ვლაპარაკობთ, რომელსაც რაღაცა ლუკმაპური უნდა გამოვაცალოთ, ხო? მაგიტომ თუ რაღაცა მსჯელობაში შევდივართ, ჩვენ კონკრეტიკა გვჭირდება და გვჭირდება ის დაზღვევის მექანიზმი, რომელიც არც ბიზნესს არ დააზარალებს, არც ეკონომიკას არ დააზარალებს და უზრუნველყოფს იმას, რომ პირიქით ამ ნაბიჯით არ გამოვიწვიოთ, რომ ის 500 ლარი აქვს თუ 700 ლარი აქვს, საერთოდ გაუქრეს და შემოსავლის გარეშე დავტოვოთ. ეს ჩემი, აბსოლუტურად გულწრფელი პოზიციაა. კი ბატონო. მეც გავაგრძელე. ეხლა ვართ დაზუსტების პროცესში, ამით ეს მორჩება, შემდეგ იქნება პასუხი და რა თქმა უნდა. ბატონო? მეც მინდა მეთქი რაღაც ვთქვა. კი ბატონო. ესე იგი, მე კიდევ ლევანის ნათქვამს გავაგრძელებ. თქვენ დათვლილი გაქვთ თუ არა, რამდენი უმუშევარი შეიძლება დარჩეს ამ კანონს თუ მოუწევს მიღება, ხო? აი ზუსტად მაინტერესებს რა ეს იქნება უკური რეაქცია, რომელიც მოხდება შემცირებების სამუშაოების, ბიზნესში ამცირებს სამუშაოებს. აი ეს თუ გაქვთ დათვლილი და რა რეაქცია, რას უშვებით იმ ხალხს, რომელიც დარჩება უმუშევარი. აი ამაზე თუ გიფიქრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ჩვენ მე მგონი ახლა ჩვენ ერთი წამი ყველას მიცეთ საშუალება. კი ბატონო, ჩავა. ბატონი ილია, შემდეგ ბატონი შალვა და შემდეგ თქვენ სწორად აღნიშნეთ ისიც, რომ დაბალ და მცირე, საშუალო და მცირე ბიზნესი შეიძლება დაარტყას ეს და მნიშვნელოვნად იმოქმედოს ეს მათ შემოსავალზე. იმასაც სწორად გავუსვით ხაზი, რომ ჩვენ ერთად ვართ ფასების კომისიაში, მიმდინარეობს კვლევა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თქვენ ცოტა დასკვნა დღეს გააკეთეთ ალბათ, როზე მოგებაზე არის საუბარი, თუმცა ეს პროცესი ბოლომდე გვაქვს მისაყვანი და მეთანხმებით ალბათ და კიდევ უფრო მეტი დეტალები შეიძლება გამოჩნდეს და კიდევ უფრო დახვეწილად შეიძლება ვიფიქროთ მერე მსგავს კანონ პროექტებზე და მსგავს რეგულაციებზე, რომელზეც ახლა თქვენ გაქვთ საუბარი. მე გირჩევდით, რომ დაველოდოთ ალბათ იმ მნიშვნელოვან პროცესს, შევხედოთ საქართველოში ეს მიმართულება რამდენად ან მონოპოლიზირებულია, ან როგორი რეგულაციები შეიძლება ამას დაჭირდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ სოციალურ ფენაზე, რომელ ფენაზეც თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ მისახედია და მათი სოციალური მდგომარეობა გასაუმჯობესებელია. თუმცა უმნიშვნელოვანესია ამ კომისიის მუშაობის შედეგი, რას მოგცემს, რას ურაც მოგცემს და ამის მერე ეს რეგიონი იქნება თუ დიდი ბიზნესის წარმომადგენლები იქნება, უფრო კონკრეტული წამალი გვეცოდინება, როგორ უშველოთ ამ მდგომარეობას. ჩემი შეფასება ესეთი. ბატონი შალვა. გამარჯობათ პირველ რიგში. ალბათ ყველა თანხმდებით და დამეთანხმებით იმაში, რომ საკითხი არის ძალიან აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს საზოგადოებაში. მე მინდა უბრალოდ მკაფიოდ პატუცემულ კოლეგებს გითხრათ, რომ მეგობრებო, აქ მთავარი არის შეთანხმება პრინციპებზე. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელფასის ზრდა, უпростоრად მინიმალური ხელფასის დაწესება საქართველოში ეს არის აუცილებელი. დანარჩენი ეს ტექნიკურად, გრაფიკულად, დარგობრივად როგორ იქნება, ამაზე დეტალებში საუბარი თავისუფლად არის შესაძლებელი. მაგალითად,
ბატონმა პაატამ ახსენა საათობრივი ნაწილი, რაზეც შეიძლება მართლა მოხდეს მსჯელობა უკვე დეტალებში და ეს ანაზღაურება გადათვლილი იყოს და საათობრივი პრინციპით მოხდეს ასე ვთქვათ დათვლა. მეორე მაგალითს გეტყვით, მაგალითად წავიდეთ სექტორულ და დარგობრივ ჭრილში. პირობითად ვამბობ, სადაც ავიღოთ ერთი სექტორი, მაგალითად საბანკო სექტორი, ახან კერძოზე ვსაუბრობთ, სადაც ყველაზე უმტკივნეულო და უნიშნელო და მცირე რაოდენობით არიან ადამიანები, ვისაც 1000 ლარზე ქვევით აქვს ხელფასი, ან კიდეც თუნდაც ავიღოთ პირობითად ვამბობ აგრარული სექტორი, სადაც იგივე სიტუაცია. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აქ მთავარი და უმთავრესი ამოსავალი კრიტერიუმი არის, რომ პრინციპზე შევთანხმდეთ, რომ დიახ, მინიმალური ხელფასის შემოღება და დაწესება ეს არის აუცილებელი. დანარჩენი მე ვფიქრობ უკვე სამსჯელოა, საპაექროა, კარგი გაგებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა ფასების თან მიმართებაში, დიახ, ეს კომისია, რომელიც ასე ვთქვათ შეკრებილია და მუშაობს სასურსათო, არა მარტო სასურსათოს მედიკამენტებზე და საწოლთან მიმართებაში ფასების კლებაზე, ხო? აქ ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რომ ხელფასი გაიზარდოს, მინიმალური ხელფასი და მსყიდველთუნარიანობა და გადამხდელუნარიანი გახდეს, ასე ვთქვათ, ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მოსახლეობა. რაც შეეხება ახლა ფინანსურ ნაწილს, ამაზე ახლა არ ვკამათობთ, უკვე ვისაუბრეთ, რომ 350.000-ია, მათ შორის 100.000 კაცია, რომელიც საჯარო სექტორში მუშაობს და ძალიან უხეშად რომ გითხრათ, ხო? დაახლოებით 50%-ია, 50%-ია, ვინც 500-600 ლარამდე იღებს, ანუ კომპენსირებას ამ შემთხვევაში მატება იქნება 400-დან 500 ლარამდე. საშუალოდ რო ვთქვათ 450 ლარის მატება იქნება დაახლოებით 50.000 კაცზე საჭირო, რომელიც ფულად ფორმაში რო გადავიყვანოთ, ეს არის 22 მილიონი და მეორე 50% შემთხვევაში ძალიან უხეშად რო დავთვალოთ, სადღაც 700 ლარამდე იქნება დამატება საჭირო, რომ შეივსოს. ანუ დაახლოებით 35 მილიონზე ადის 40 მილიონზე. ნუ კიდე აღნიშნა კიდევაც გიორგიმ 70 მილიონზე მეტი ეს თანხა ბიუჯეტს არ დაუჯდება და მით უმეტეს კიდე, როდესაც საუბრობთ გაზრდილ ბიუჯეტზე, გაზრდილ შემოსავლებზე, ამ გაზრდილ შემოსავლებს და გაზრდილ ბიუჯეტს ჭირდება სწორი გადანაწილება. სწორი გადანაწილება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს გაზრდილი შემოსავლები რეალურად იგრძნონ, თორე ეს შემოსავლები მოქალაქეებზე თანაბრად თუ არ გადანაწილდა და არ იგრძნოს ზოგმა ხელფასის სახით, ზოგმა პენსიის სახით, ზოგმა სოციალური დახმარების სახით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთ ეკონომიკურ ზრდას არანაირი ეფექტი არ ექნება. ამიტომ ჩვენი პირდაპირ გეტყვით რა, ეს არ არის პოლიტიკური თემა, ჩვენთვის ეს საკითხი არის ზეპარტიული საკითხი, პირდაპირ მინდა გითხრათ, გულახდილად და გულწრფელად და გამოვდივართ პირდაპირ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენი თხოვნა იქნება, რომ აი ამ კანონ პროექტს მიუხედავად იმისა, რომ ბატონ პაატამ აღნიშნა, რომ მთავრობას გადაუგზავნეთ შეფასებისთვის ეს კანონ პროექტი და უარყოფითი დასკვნა მოვიდა მთავრობიდან, ალბათ ფინანსთა სამინისტროდან და ჩვენი თხოვნა იქნება, რომ აი ამ ინიციატივას ყველანაირი პოლიტიკური რაღაც მის გარეშე პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ზეპარტიული საკითხი, მხარი დაუჭიროთ. დიდი მადლობა. მეც ვიტყვი სანამ ისა ძანებს პასუხებს და შემდეგ, მაგრამ რადგან ბატონო შალვა თქვა, მეც მინდა ერთი-ორი სიტყვა თქვა, რადგან არაფერი აქ ისეთი არ არის, კონსტრუქციული ვითარებაში მიდის საუბარი, მე მართლა გულწრფელად ვთვლი, რომ იცოდეთ საზოგადოებაც, რომ არის ქვეყნები ევროპული და სამეზოლო, სადაც არის ეს ზღვარი, არის ქვეყნები, სადაც არ არის ზღვარი, არის ქვეყნები, სადაც ეს პრობლემას ქმნის და სულ ამაზე დავაარი პოლიტიკურ პარტიებს შორის, არის სადაც მეტანგლებად გამართლებულია. აქ ითქვა, რომ მედიანური ხელფასი, მე თუ სწორად მახსოვს, მედიანური ხელფასის 60% 1300 ლარია და 1050 ნამდვილად არ გამოვა. რაც შეეხება ხალხს არ აისახება, რატომ არ აისახება? ჩვენ უცბად ეკონომიკური განვითარება, ასე უცბად ყველაფერი ვერ მოხდება, მაგრამ ნახეთ, განახევრებულია და კიდევ უფრო დაბლა არ ჩამოსული უმუშევრობა, სიღარიბის ზღვარს კვეთ ყოფი ხალხის რაოდენობა. აქ ითქვა, რომ
ბიზნესი. ვამარტივებთ თქვენი დათვლებით თუ 278 მილიონი სწორად მახსოვს არის საშემოსავლო გადასახადი, ესე იგი რაღაც მილიარდ 400-მდეა 300 რაღაცა ხარჯი იქნება, თქვენ თვითონვე ამბობთ რომ 300 რაღაცა სახელმწიფო, ესე იგი გამოდის რომ მილიარდი უნდა გაიყოს კერძო სექტორმა. ხო და ამის შესწავლის გარეშე როგორ შეიძლება რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. მე მართლა გულწრფელად ამბობ თქვენ და მეც მართლა გულწრფელად გეუბნები ჩემთვის არც ერთია პრობლემა იქნება ეს თუ არც მეორე. თუ იმუშავებს ორივე მისაღებია, მაგრამ მე მაგალითად ვერ გებულობ ახლა რა შეიძლება იმ მილიარდ თანხიან ხალხს. ეს ხალხი გაანთავისუფლებენ ჭtildeოვანზე გადავა თუ როგორ იქნება. შევცვალოთ თქვენ ბრძანებთ. ასეთი შეცვლა აქ მე ყველაფერს არ ყვები, იმიტომ რომ პრინციპულ საკითხებზე მაგალითად თქვენ გაქვთ სახელმწიფო სექტორში უკვე 1200 ლარი გაუხდებოდა. თქვენი ანგარიშით, იმიტომ რომ ახლა 1600 ავიდა წირეული და 1050 არ არის და გაისად მე კიდე უფრო მეზე ვიწავა. კერძო დარჩება და ასე შემდეგ. ამნაირი ბევრი რამეა, მაგრამ არის პრინციპულები. რას უშვებით თვითმადგილობრივ თვითმმართველობას, რას უშვებით საათობრივ თემას, ამას თავი დავანებთ, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემთვის პირადად არის რომ თუ ეს გათვლები არ აქვს, რატო თქვა 1000 და არა 1500 ან 500, თუ მედიანურით გამოდივართ, რაღაც 700 გამოამაში ან 730, ხო? რატომ ან რა გათვლა გვაქვს და რამოდენიმეჯერ დაისვა კითხვა იმაზე რომ როგორ გონია ხა ადამიანი რო ავიღოთ ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ზოგი დამლაგებელი და ის უფრო მეც საქმეს აკეთებს ვიდრე შეიძლება ხელმძღვანელი და ყველა მაგრამ ხო არის იმნაირებიც ვინც მაგალითად ილაზე მოვიდა რაღაც დაასუფთავა და მე ოჯახს ხედავს შვილები ყავს რაღაც სოფელში შეიძლება მეურნეობა აქვს და აწყობს ეს 500 თუ 600 ლარი და თუ ასე არ მოხდა მაშინ შეიძლება ის გაუშვან და ვიღაც თანამშრომელს დაავალონ რომ არაფერი ისეთი შენ გააკეთეს საქმე და რამ ამ ახლა ძალიან ისეთ უხეში მაგალითად მოვიყვანე ბოდიში მაგრამ ამნაირი შემიძლია მილიონი მოყვე რა ამნაირი სიტუაცია განსაკუთრებით რეგიონებში ამიტომ ჩვენი საუბარი მე რა ვარც მივხვდი იმაზე არის უფრო მეტად რომ რამდენად არის ეს შესწავლილი და თუნდაც რამდენად რია აქვს ახლა ჩვენ ვცდილობთ რომ ყველა კანონს არ აქვს მაგრამ მაქსიმალურად ეს გქონდეს ყველა კანონზე და თუნდაც ახლა კომისიაზე ვლაპარაკობთ მე ამ კომისიას ერთმანეთთან არანაირად არ ვაბავ მაგრამ აი შესწავლა ხდება შეხვედრებია რაღაც და აი ამნაირად მე თუ არ იყო ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება პირადად გეუბნებით რა შეიძლება მთავრობასთან დაკავშირებით მე გეტყვით რომ ჩვენ არ მიგვიღია კონსტიტუციის მუხლია ადრე 93-ის მე-5 იყო ახლა 76-ე მუხლია რომ ბიუჯეტის ხარჯების გაზრდა ან შემოსავლების შემცირება შეიძლება მხოლოდ მთავრობის თანხმობით წელს და გაისად ან მთავრობის თანხმობა უნდა იყოს ან ეს უნდა მოხდეს ბირიდიში ეს უბრალოდ ინფორმაციულად მე არ ვამბობ თუ ჩვენ ამ შესწავლას გავაკეთებთ და დარწმუნდება საზოგადოება რომ ეს საჭიროა და რაღაც თანხა ლოგიკური თანხა იგი შეიძლება გაისად მივიღოთ ან მთავრობამაც შეცვალოს პოზიცია მაგრამ მე მინდოდა რომ დამიფიქსირებია ისიც რა წერია კონსტიტუციაში გთხოვთ ბატონო გიორგი პეთილი, დიდი მადლობა. მე პირველ რიგში მინდა ესეთი შეფასება გავაკეთო. მთავარი და არაერთი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მიგვიღია. და აქაც დაახლოებით იგივესთან გვაქვს საქმე. თუ მთავარია იყოს ნება, თორემ ყველაფრიდან მოიძებნება გამოსავალი უკლებლივ. მათ შორის იქიდანაც რომ ბიზნესი არ გახდეს იძულებული ეს ხალხი გაათავისუფლოს და როგორც თქვენ ამბობთ ამ ხალხმა პირიქით ამ ხალხის მინიმუმ 9-ვარმა სამსახური არ დაკარგოს. ჩვენ რა თქმა უნდა ამის სრულიად საპირისპირო мотиваცია გვაქვს რომ ანაზღაურება ამ ქვეყანაში ღირსეული იყოს და ადამიანები ასე ვთქვათ ექსპლუატაციის ქვეშ არ იმყოფებოდნენ და არის ესეთი შემთხვევები ხშირად სამწუხაროდ და ლევანს მინდა უპასუხო ხა იმ მაგალითის მოყვანა 2 მილიარდიანი წნეხის მაგალითზე საუბრობთ თქვენ და ეს ცალკე განხილვის საგანია ცხადია და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინიციატივით შემოვავალთ ჩვენ და დავასაბუთებთ იმასაც მაგრამ 2 მილიარდიანი ასე ვთქვათ წნეხის მაგალითის მოყვანა და შედარება 76 მილიონიან ჭყალებში წნეხთან მე მგონი არ არის ბოლომდე გამართლებული იმიტომ რომ ამ კონკრეტულ კერძო სექტორში კი ბატონო მაგრამ რატო ვართ დარწმუნებული რომ კერძო სექტორი ახლა ამ ხალხს პირდაპირ გაუშვებს სამსახურიდან იგივე არსებობს დიახ არსებობს კარგი მოусმინოთ ერთმანეთს ჩვენ რო არ ვართ დარწმუნებული იმიტომ ვკითხულობთ
არსებობს ძალიან ბევრი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შეიძლება ჩვენ ეს გადავაზღვიოთ ერთად და ერთობლივად და ციფრებს რაც შეეხება კიდევ ვიმეორებ საჯარო სექტორის შემთხვევაში ციფრები მოყვანილია, ანალიზები გაკეთებულია კონკრეტულ ციფრებზე დაყრდნობით თქვენ რო ახსენეთ მედიანური ხელფასი ჩვენ 2026 წლის მონაცემიდან გამოვედით რაც გაზრდილია თუ არ ვცდები 1500-1600 ლარის ვარგლებში უნდა იყოს და არა 1300 და თქო ამიტომ შარშანდელს ამბობ თქვენ და ჩვენ 2026-დან გამოვედით თუმცა კი ბატონო თუმცა არც ის არ არის პრობლემა რომ ესრულება 2027 წლიდან მივიღოთ ანუ მთავარი არის ჩვენთვის სხვა რამ მთავარი არის რომ ჩვენ გვესმოდეს თქვენ გაქვთ თუ არა ნება რომ ამ მიმართულებით მოძრაობა დავიწყოთ რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში როგორც საჯარო სექტორში ასევე კერძო სექტორში ღირსეული ანაზღაურება ქონდეთ იმაზე თანხმდებით მე მგონი უნდა შევთანხმდეთ რამდენადაც განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები არ უნდა ქონდეს რომ დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ახლა 300,000 ხო იყო საუბარი აქედან 100,000 ხო საჯარო სექტორშია ну 240,000 340,000 იყო საუბარი 240,000 კერძო სექტორში და არა თუ 1000 ლარი ანუ 150,000 ადამიანს აქვს თუ არ ვცდები 500 ლარზე ნაკლები ანაზღაურება იქ ბევრი არის ერთჯერადი აღება ხელფასის ისიც კი ბატონო და ერთჯერად სხვათა შორის ერთჯერადი ჩვენ კანონ პროექტში ასევე მინდა დავაზუსტო ცნობისთვის რომ ეს არ ეხება ერთჯერად მოლაპარაკებას ეს არ ეხება ერთ თვეზე ნაკლებ ასე ვთქვათ შეთანხმებას შრომით ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა ეს არ ეხება სტაჟირებას ასე რომ ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ გრძელვადიან შრომით ურთიერთობას და არა მოკლევადიანს როგორც არის ერთთვიანი ან ერთჯერადი რაღაც მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება ასე რომ ჩვენ ასევე კიდევ ერთი მომენტია როდესაც ადამიანებს გაეზრდებათ ღირსეული ანაზღაურება შესაბამისად წნეხი ბიუჯეტს აღარ ექნება ისეთი დიდი სოციალურ შემწეობებზე და დახმარებებზე, რადგან ეს ადამიანები საკუთარი შრომით გამოიმუშავებენ ღირსეულ ანაზღაურებას. როდესაც პოლიტიკური ნება იყო და თქვენ გუნდს ეს სჭირდებოდა, მაშინ ადექით და სოციალურ შემწეობას დასაქმების პროგრამა დაარქვით და აუცი ერთ სოფელში 15 ბიბლიოთეკარი იყო ბჭყალებში დასაქმებული და 23 სასაფლაოს მომვლელი და ის იყო მაშინ სწორი ნაბიჯი და ის ვითომ დასაქმება იყო და მე ამ დასაქმების ციფრებით თქვენივე სტატისტიკის სამსახური უმუშევრობის დონეს ამცირებდა და ამით ამაყობდით თქვენი პროპაგანდით ხალხს ატყუებდით რომ უმუშევრობა შევამცირეთო და ანუ შესაბამისად აქ ამ შემთხვევაში გაცილებით სიტყვა ტყუილმა ჩვენ საუბრობთ ძალიან წყნარად შვიდ არა ტყუილის ადნახეთ საქმე იმაშია რომ მანამდე მაგასაც წორათული და იმასაც წორათული რომ საშემოსავლოს პატიოდით კახარიას დროს და ბევრ ამას ვაკეთებდით პანდემიის დროს და ესეც პანდემიის პერიოდი იყო ხალხს უჭირდა და გავაკეთეთ ერთჯერადი გადაწყვეტილება და უფრო მეტ თანხებში თქვენ დროს ვაკეთებთ თქვენ დროს კი ჩემ დროც იყო ეს კახარიას დროს და ზუსტად ეს არის რა დავიწყეთ პერიოდი იყო მაგრამ სხვაგან წავალთ ახლა არა დავიწყეთ კონსტრუქციული საუბარი ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ რომ დავრჩენილიყავით რაღაც თანამშრომლობის შარშოში და პირდაპირ გითხარით რომ ეხა ხალხს ატყუებდითო და მე გეტყვით ეხა პირდაპირ რომ თქვენი ეს მომზადებული კანონ პროექტი ამ მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით არის წმინდა სახის პოპულისტური. რომ თითქოს და თქვენ ჩნდებით საზოგადოების წინაშე რომ რაღაცა მზრუნველობის მანტიას ისხამთ და ჩვენ თითქოს ამას ვეწინააღმდეგებთ. ჩვენი და თქვენი პასუხისმგებლობები განსხვავდება. აქ ჩვენმა კოლეგამ ახსენა რომ ხალხზე არ აისახება ეს ეკონომიკური მაჩვენებელიობა. ყველამ კარგად გავიხსენოთ, საიდან დავიწყეთ, ხო? 2012-ში რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ და ეს პროცესი დინამიურად როგორ ვითარდებოდა. რამდენი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, დღეს რამდენია. უმუშევრობის მაჩვენებელი სად იყო და დღეს სად არის, ხო? რას ქვია ხალხზე არ აისახება. აბა სტატისტიკური მონაცემები საიდან მოდის? მაგ სტატისტიკურ მონაცემებზე გითხარი მე ზუსტად. ჩვენ არასდროს არ ვატყუებთ. ეს სტატისტიკა არ იყო მართლა. როგორ არის? აბა 13 ბიბლიოთეკარი და 23 სასაფლაოს მომვლელი არის რეალური სტატისტიკა? შეიძლება ამ ადამიანებს დასაქმებულს ეგ იყო პოსტკოვიდური რამდენიმე წლის პერიოდი, რამდენიმე ზუსტად პოსტკოვიდური პერიოდი, როდესაც ისევ სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ გარკვეულწილად შეემსუბუქებინა ადამიანების ყოფა და მინიმალური სამუშაოები გამოენახა მათთვის, მაგრამ დღეს ეს პროგრამა უკვე აღარ მუშაობს. ეს იყო პროგრამა.
ეს არ იყო რაღაცა ფიქტიური სამუშაოები იყო თქვენ კარგად იცით. სამუშაოები არ იყო, ამაში ადამიანები იყვნენ ჩართულები და კონკრეტულ ანაზღაურებას ღებულობდნენ. კარგი, ერთ წუთით. ამიტომ სწორედ ეგ იყო როცა საუბრობთ კონსტრუქციულად, კეთილი ვინებოთ და პატივი ვცევთ ერთმანეთს, ვატყუებთ. თქვენ პოპულისტები ხართ. კონსტრუქციულ საუბარზე თქვენეული წარმოდგენა გაქვს სუბიექტური. კარგი. ხალხი ბატონო უყურებს. გიორგი, ბატონო ირაკლი და ბატონო გიორგი, ძალიან არც ჩემი მხრიდან მოგისმენიათ რა ხდით რომ ხალხს ვატყუებდითო და რას ნიშნავს ხალხს კამერები გათიშულია ერთ წუთით ორივე წუთით. კარგი, გიორგი, აი მე ისიც სიტყვის ძალიან გთხოვდა, ხო, იმიტომ რომ ის სტატისტიკა, რასაც თქვენ იყენებდით, ის სტატისტიკა, რასაც თქვენ იყენებდით, იყო საბოლოო ჯამში მოტყუება ადამიანების. რადგან რეალურად უმუშევრობის შემცირებასთან საქმე არ ქონია. თქვენ შეიძლება არ იცით იგივე დონეზე როგორც მარტო მაგით კი არ ითვლება. აიღეთ საპენსიო სააგენტო რამდენი იყო მონაწილე და ეხლა რამდენია. არის კიდე სხვა გზები, საერთაშორისო გამოკითხვები და მიხვდებით რომ არ არის მასე. ანუ თქვენ რო ფიქრობთ რომ 10 მილიარდით რო გაიზარდა ეკონომიკა, თავისით გაიზარდა, ხალხი არ ჭირდება მას. არ მინახლა ეს თემა რომ შევიდეთ, ძალიან კარგად საუბრობდით და მე უბრალოდ ტყუილზე გავაკეთე მე მგონია რომ ახლაც კარგად საუბრობთ უბრალოდ. კი ბატონო. მოდი ეხლა დასრულებულია საკითხის განხილვა, ვაკენებ კენჭისყრაზე საკითხებს. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე ამ კანონპროექტს მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ პოპულიზმს თავი დავანებოთ და როდესაც ესეთ სენსიტიურ საკითხზე ვსაუბრობთ ამას თან მოვაყოლოთ უკვე რაღაცა ტიპის დაზღვევა რას გულისხმობ ამაში როდესაც HR-ზე ლაპარაკობთ 250,000 ადამიანზე რომ დავაწესოთ ქვედა ზღვარი და ეწიოთ ხელფასი ძალიან კარგია ვისურვებთ რომ ორჯერ დიდი ხელფასი გქონდეთ მაგრამ ვხედავთ რისკს რომ შეიძლება აქედან თუნდაც ნახევარი დარჩეს უმუშევარი. თქვენ რომ პოპულიზმისთვის ეს თემა არ გამოგეყენებინათ, მოხვიდოდით უფრო მომზადებულები და რაღაცა დაზღვევის მექანიზმს იტყოდით, რომ აი ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით შეიძლება ეს საკითხი დაისვეს. თქვენ ამ მიმართულებით საერთოდ არ გიმუშავიათ, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ პოპულიზმისთვის გამოსაყენებელი თემა. მე ბატონო გიორგი მაგალითად მაგიტომ მოვიტანე ის პენსიები, იმიტომ რომ ძალიან რელევანტული მაგალითია. როდესაც თქვენი თანაპარტიელი აი ესე აფრიხვებს, რომ 200 ლარით გაიზარდოთ პენსიები, ძალიან კარგია. გულწრფელად გეტყვით რომ 500 ლარით რომ გაიზარდოთ ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ მოცემულობიდან გამოვდივართ. კითხვას რო უსვავენ თქვენ თანაპარტიელს, რომ რას მოაკლებდიო და ესე უპასუხისგებლად რომ ამბობს რომ პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურსო, ანუ პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურის გარეშე დაუჭერთ ქვეყანაში, იმ პენსიონერებს შეეკითხეთ, გაცილებით მაღალი პასუხისგებლობა აქვს, ვიდრე თქვენ გუც და თვითონ გეტყვიან, რომ გრჩევნია, რომ ჩვენი შვილიშვილები უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრობდნენო და ცოტა კიდე გავიჭირვებ და იქითაც წელს მოგვემატება, იმის იქითაც წელს მოგვემატება. ეს არის უპასუხისგებლობა, ეს არის პოპულიზმი. და მაგას ვამბობ, თქვენ ჯობია რომ ეს ყველაფერი გაამყაროთ კონკრეტული არგუმენტებით და თქვათ რომ აი ამა და ამ გზების გავლის შედეგად ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ეს ხალხი უმუშევარი არ დარჩება. დღეს თქვენ HR-ზე ლაპარაკობთ, აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა მაგაში ვერ შემოყვებით ვინაიდან პასუხისგებლიანი ხელისუფლება ვართ. კი, გაძლევთ რადგან პასუხი უნდა გაცეთო მოკლედ ვიტყვი, გასაგებია, ნუ კარგია რომ ხალხი გვიყურებს, პოპულიზმი რაც არის ლევან მე მგონი შენს გამოსვლაში უფრო ჩანს, იმიტომ რომ იგივე ლევან გოგიჩაიშვილს პოლიცია პირდაპირ გაგებით არ უხსენებია, მან ახსენა პოლიტიკური პოლიცია. რას ნიშნავს პოლიტიკური პოლიცია? პოლიტიკური, რასაც თქვენ იყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენი მოქალაქეები პოლიციის და უსაფრთხოების გარეშე დავტოვოთ, ეს არ უგულისხმობს. რას ნიშნავს იქნება? მაგრამ აი მაგას გეუბნებით, რასაც ნიშნავს. პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. რაც შეეხება ვასრულებ. რამდენი პოლიციელი? რაც შეეხება დაასახელოს პოლიციელები იყურებენ პენსიებს. რაც შეეხება პენსიებს. სათანადო ისეთ სერიოზულ საკითხს ეხებთ. პოლიტიკური პოლიცია რას ნიშნავს? იქნება აუხსნა საზოგადოებას და პოლიცია. პოლიცია ნიშნავს იმას, როდესაც პოლიცია ექვემდებარება პარტიას და პარტიის დავალებით. რომელ პოლიციელებზე ამბობთ მაგას? კონკრეტული დანაყოფით რომელიც მათ შორის უდანაშაულო ადამიანებს აპატიმრებს ტროტუარზე დგომის გამო, მაგალითად. იმიტომ რომ ეს თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური პოლიცია. კარგი, ახლა სხვაგან ვიცი. მე ვასრულებ, კი ბატონო, ლევანს იძულებული ვარ უპასუხო. და რაც შეეხება 2 მილიარდს, ისევ და ისევ, როგორც მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. ანუ ხელფასზე მეგეთქვით იმდენ რამეს რო არ ვიცი, დავანებოთ თავი, ჩვენ ლაპარაკობთ პოლიტიკური ნების შემთხვევაში
შესაძლებელი იქნებოდა აქ საერთო გზების გამონახვა, მაგრამ როგორც ჩანს არ გაქვთ თქვენ ეს პოლიტიკური ნება და ამას ხალხი ხედავს. რაც შეეხება დაზღვევას, შრომის ინსპექცია არსებობს ელემენტარულად და სხვა უამრავი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც ჩვენ შეგვეძლო ეს დაზღვევის მექანიზმები ჩაგვეტყვა. დაზღვევას როგორ შრომის ინსპექცია რას ეტყვის იმას, რომ არ გაუშვა ადამიანი მიიღო? ამას არ ეტყვის. აი ნახეთ როგორი ზოგადი ლაპარაკი, მაგრამ ამას არ ეტყვის, მაგრამ ძალიან მოკლედ მოქალაქეები ამას არ ეტყვის, ეს მაგრამ არის ბატონო გიო ძალიან ზოგადი საუბარი არის. თქვენ ახლა თუ იმითი გინდათ რომ ისარგებლოთ რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ სპეციფიკაში ვერ ერკვევა, ხო? ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ეს არის ზოგადი საუბარი. რა შრომის ინსპექცია? ანუ საერთოდ რაზე საუბრობთ? ან რა პოლიტიკური პოლიცია? ან თქვენ ხართ ის პარტია რომელიც იმ აქციებს უწოდებთ შვიდობიან აქციებს და მან ვერაზროს შევთავაზებთ. და გითხარით მე თქვენ წინა გამოსვლაზე რომ პოლიციელები ისმენენ თქვენ 3 საათი რო აგინებდნენ და რო აფურთხებდნენ და პიროტექნიკას რო ესროდნენ და ვაშკაცურად რო იდგნენ, იმიტომ რომ საქართველოს ეს ეჭირდებოდა ის ბიჭები და მერე რო გადადიოდნენ მოქმედებაზე გაფრთხილების მერე 3 საათში, მაგას უწოდებთ თქვენ შვიდობიან აქციას და ის ლევან გოგიჩაიშვილი შპანას უწოდებს მაგ პოლიციელებს. აი ეგ არის თქვენი პარტიის შეხედულება პოლიციელებს და ჩვენი პოლიციელები არიან გმირები, თქვენთვის ლაზარე და ის არის რა ქვია ამაღლობელი გმირი. ჩვენთვისაც გმირები არიან პოლიციელები, ვინც თავის მოვალეობას ყველა ასრულებს, მაგრამ მიუხედავად თქვენი შეხედულებისა პოლიციელებისადმი, აი ეგეთი შეხედულება რო გაქვთ, ხო? თქვენ რო დაგჭირდეთ, ღმერთმა არ დაგაჭიროთ, მაგრამ რო დაგჭირდეთ, მაინც დაგიცავენ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ემსახურებიან საქართველოს. მაგრამ თქვენი შეხედულება არასწორი პოლიციელების პატივისცემას ნუ გასწავლეთ. პოლიტიკური პოლიციელების პატივისცემას ნუ გასწავლეთ. მაგრამ რა ხდებოდა რუსთაველის ქუჩაზე და როგორ უსწორდებოდნენ ადამიანებს, ამას ჩვენი მოქალაქეები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ. ხო, კარგი, ლევან, გასწორება კაცო თქვენ დროსაც გახარია არის თავარი ამბები როცა ხდებოდა. არ უნდა შედიოდეს ამის გახმოვანება. პირიქით, არ უნდა საუბრობდეთ ამას. დაევთ ამ მიკროფონს. ნებგენჭის ხრაზე საკითხს. პირველი საკითხი არის საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კავშირის ცვლილების შეტანის თაობაზე. ვინ არის მომხრე? ერთი არის მომხრე, საკითხი არ გასულა და მეორე საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ვინ არის მომხრე? ერთი. კი ბატონო, საკითხი არ გავიდა, ამიტომ ეს საკითხი ამოწურულია. გადავდივართ შემდეგ საკითხს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები ფაქტორინგის შესახებ, სარეგისტრაციო მოსაკრებელის შესახებ, საჯარო რეესტრის შესახებ და თამდევი კანონები არის ძალიან დიდი ჩამონათვალი, დარიგებული გაქვთ და იცით. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი. ხო ბატონო ირაკლი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მივესალმები პარლამენტის წევრებს. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ ფაქტორინგის შესახებ კანონის პროექტს და ამ კანონპროექტიდან გამომდინარე რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება. ბოლო 10 წლის განმავლობაში მთელი რიგი როგორც პოლიტიკის ნაწილში გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ასევე კონკრეტული ინსტრუმენტები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, მათ შორის გამოვყოფდი მაგალითად აწარმოე საქართველოს მიმართულებას, სადაც ჯამურად დაახლოებით 900 მილიონი ლარის ხელშეწყობა სახელმწიფოდან განხორციელდა მცირე და საშუალო მეწარმეობის მიმართულებით. თავის მხრივ ამ ასე ვთქვათ პრიორიტეტში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და სწორედ კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ხორციელდება წლების განმავლობაში, იქნება ეს საკრედიტო საგარანტიო სქემა, იქნება ეს სესხის პროცენტის სუბსიდირება, მიკროგრანტები, მიკროსესხების პროგრამა, ბოლო პერიოდში დავიწყეთ ბონდების გამოშვების ხელშეწყობა და ასე შემდეგ, ემსახურება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. სწორედ ამ კონტექსტში და ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი ფაქტორინგის შესახებ, რომლის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეებს და არა მხოლოდ ასევე მსხვილ საწარმოებს გაუჩინოს კიდევ ერთი ალტერნატიული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულ პროექტზე ძალიან ინტენსიურად მუშაობდით და მათ შორის საერთაშორისო გამოცდილება გავიზიარეთ
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ჩართულობით, სოფლიო ბანკის ჩართულობით, EBRD-ის ჩართულობით და რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი ტრადიციულად ერთ-ერთი პარტნიორი, რომელთანაც ერთად აღნიშნულ პროექტზე ვიმუშავეთ. რაც შეეხება შინაარსს, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც მომსახურების ან პროდუქციის მიმწოდებელი საფასურის ანაზღაურებას იღებს გარკვეული, ასე ვთქვათ, პერიოდის შემდეგ, რაც თავის მხრივ იწვევს საბრუნავი კაპიტალზე ხელმისაწვდომობის პრობლემას, აძვირებს კაპიტალს და ასე შემდეგ. სწორედ ფაქტორინგის მეშვეობით მომსახურების და პროდუქციის მიმწოდებლებს შესაძლებლობა ექნებათ გადაყიდონ საკუთარი დებიტორული დავალიანება გარკვეული ფასდათმობის გათვალისწინებით. რეალურად მიმწოდებლის მიერ მოხდება დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების ფაქტორისთვის გადაცემა, ანუ ფაქტორინგული კომპანია იყიდის ასეთ დებიტორულ დავალიანებას და მოვალე უკვე ანაზღაურებას განახორციელებს ფაქტორინგულ კომპანიასთან. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ოპერაციების განხორციელება ნებადართულია კანონით საბანკო დაწესებულებებში, ეს არის ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მიკრობანკები, თუმცა ძირითადად ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით აღნიშნული სერვისით სარგებლობენ მსხვილი კომპანიები და მცირე და საშუალო ბიზნესს რეალურად ფაქტორინგის, ასე ვთქვათ, სიკეთეზე ხელი არ მიუწვდება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც კანონი განსაზღვრავს, ეს არის ფაქტორინგული კომპანიების გაჩენა ამ სივრცეში, რომლებიც უშუალოდ ფაქტორინგულ ოპერაციებს განახორციელებენ. თავის მხრივ საბანკო ორგანიზაციებს უნარჩუნდებათ ის უფლება, რომელიც აქვთ ფაქტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით, თუმცა იმ мотивაციით, რომ შეიქმნას უფრო მეტად კონკურენტული გარემო, ამ შემთხვევაში საბანკო სექტორს და ახლად წამოწყებულ ფაქტორინგულ სექტორს შორის გადაწყვეტილება იქნა მიღებული კონსულტაციების შედეგად, რომ ბანკებს შეეზღუდოთ ფაქტორინგულ კომპანიებში პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა და აღნიშნული, ასე ვთქვათ, ჩანაწერი ასახულია უკვე დარიგებულ ვერსიაში, თუმცა ის განსხვავდება პირველადი ვერსიის ინიცირებისგან. რაც შეეხება, ესე იგი, ტრანზაქციის მხარეებს და ტრანზაქციის საგანს, სამი მხარე არის ფაქტორინგულ გარიგებაში, ეს არის მომსახურების პროდუქციის მიმწოდებელი, როგორც ვახსენე, ეს არის მომსახურების პროდუქციის მიმღები, ანუ ერთის მხრივ გამყიდველი და მეორეს მხრივ მყიდველი და სახელდობრ ფაქტორინგული კომპანია, რომელიც აღნიშნული მისაღებლის შეძენას ახორციელებს. რაც შეეხება საგანს წარმოადგენს საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი მოკლევადიანი და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ 1 წლამდე ვალდებულებას და ამავდროულად ვადამოუსვლელი დებიტორული დავალიანება საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის, DGG-ის ანგარიშ ფაქტურის ან ეგრეთ წოდებული ინვოისის სახით. კანონი ითვალისწინებს ფაქტორინგის რამოდენიმე სახეს, ისევე როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ არის მიღებული, ეს არის სტანდარტული ფაქტორინგი, ეს არის რევერსული ფაქტორინგი, ეს არის რეგრესის უფლების და რეგრესის უფლების გარეშე ფაქტორინგული შეთანხმების დადგენა და ეს არის ორფაქტორიანი სისტემა, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტრანზაქციებისათვის, როდესაც ქართველი ექსპორტიორები შეძლებენ გააფაქტორონ, ასე ვთქვათ, ის მისაღებელი, რომელიც საზღვარგარეთიდან აქვთ მისაღები და რომელიც შემთხვევაში შეიძლება გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული. რამოდენიმე ტექნიკური და ინფრასტრუქტურული საკითხია, რომელიც ამ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. პირველ რიგში ეს არის რეესტრი, კანონში არის სავალდებულოდ გაწერილი რეესტრის შექმნა, რომელიც იქნება საჯარო რეესტრის შემადგენელი ნაწილი და ყველა ფაქტორინგული ტრანზაქციის დარეგისტრირება რეესტრში იქნება აუცილებელი. როგორც მოგახსენეთ, დამადასტურებელ დოკუმენტად მოიაზრება საგადასახადო DGG-ის ანგარიშ ფაქტურა, იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზაქცია DGG-ს არ ექვემდებარება, იქნება ინვოისი, რეესტრი თავის მხრივ ხელს შეუწყობს იმას, რომ არ მოხდეს ეგრეთ წოდებული ორმაგი ფაქტორინგი, ანუ ერთხელ უკვე გადაყიდული და უფლებადათმობილი ინვოისის ხელმეორედ გასხვისება არ მოხდეს და აკონტროლი იქნას ასეთი ტიპის არაკეთილსინდისიერი
დამოკიდებულება რეგისტრაციას და ზედამხედველობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის ფინანსური ოპერაცია და დაექვემდებარება როგორც ფაქტორინგული კომპანიის სავალდებულო რეგისტრაციას, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან ზედამხედველობას და რეგულირებას, რის შესახებაც ეროვნული ბანკი კანონის მიღების შემდეგ მიიღებს შესაბამის ნორმატიულ აქტებს, ესე იგი კანონით მიერ განსაზღვრულია ფაქტორინგულ კომპანია დარეგისტრირებისათვის მინიმალური კაპიტალის ოდენობა, ეს არის 300,000 ლარი, რომელიც საქმიანობის ყველა ეტაპზე უნდა იყოს შენარჩუნებული. და ასევე სავალდებულო იქნება იურიდიული პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაცია, როდესაც მას ერთდროულად გაუჩნდება 5 ან მეტი დებიტორულ დავალიანებაზე მოთხოვნა სხვა სუბიექტის მხრიდან. კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული საკითხი, რომელზეც კანონი საუბრობს, ეს არის სავაჭრო პლატფორმა, კანონით დაშვებულია ასეთი პლატფორმის მოწყობა, რომელზეც მოხდება მისაღებლების ვაჭრობა, გამჭვირვალე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, რაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას და კიდევ ერთხელ შექმნის გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოს იმისათვის, რომ მეწარმეება მაქსიმალური სარგებელი მიიღონ აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით. ეს არის მოკლედ ძირითადი კანონის შესახებ, ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ საკომიტეტო მოსმინების პერიოდში მთელი რიგი ცვლილებები შევიდა წარმოდგენილ პროექტში და ძირითად საკითხებს მოგახსენებთ და ასევე ტექნიკური საკითხების ნუსხას. ესე იგი პირველი გათვალისწინებული იქნა რიტეილ ასოციაციის შენიშვნა კანონ პროექტთან დაკავშირებით და შედეგად დაუშვით ურთიერთგავქვითვა და შესაგებლის წარდგენა ფაქტორინგულ კომპანიას და მოვალეს შორის გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. იურიდიული კომიტეტის შენიშვნა იყო, რომელიც შეეხებოდა სამოქალაქო კოდექსში ცვლილებას, რის შედეგადაც ფაქტორინგულ კომპანიას აღარ ექნება უპირატესი მოთხოვნის უფლება სხვა მოვალეებთან მიმართებით. პირველად ვერსიაში ჰქონდა ასეთი უპირატესი უფლება და მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ფაქტორინგული მისაღებელიც გათანაბრდეს, ასე ვთქვათ, სხვა მისაღებლებთან და სხვა დებიტორებთან მიმართებაში და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბანკებთან დაკავშირებით, რომელზეც მოგახსენეთ უკვე წარმოდგენილი რედაქციით. ბანკებს უნარჩუნდებათ შესაძლებლობა, რომ განაგრძონ თავიანთი საბანკო დაწესებულებებს, განაგრძონ თავიანთი ლიცენზიის ქვეშ ფაქტორინგული ოპერაციების დაუმსახურების გაწევა, თუმცა შეეზღუდებათ უშუალოდ ფაქტორინგულ კომპანიებში წილობრივი მონაწილეობა. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, მოკლედ მოგახსენებთ მათ შორის, ესე იგი ცვლილებები შევიდა ძირითადი კანონის მეორე მუხლის პირველ და მეორე პუნქტში, მეოთხე მუხლის მეორე პუნქტში, მე-9 მუხლის პირველ პუნქტში, მე-10 მუხლის პირველ პუნქტში, მე-13 მუხლის მესამე პუნქტში, მე-15 მუხლის პირველ პუნქტში, მე-19 მუხლის მეორე პუნქტში, მე-20 მუხლი წაიშალა და გადაინომრა შემდგომი მუხლების შესაბამისად, 21 მუხლის მე-6 პუნქტში ტექნიკური ცვლილება, 23 მუხლის პირველ პუნქტში და მეორე პუნქტში, 27 მუხლის მეორე პუნქტში, 29 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებში და 34 მუხლის მეორე პუნქტში, ასევე ეს შეეხებოდა ძირითად კანონში ტექნიკურ ცვლილებებს, ასევე მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველ მუხლს დაემატა მეორე პუნქტი და შესაბამისად შეიცვალა ნუმერაცია. ეს არის ძირითადი პროექტის შესახებ ინფორმაცია, რა ფორმითაც არის დღეს წარმოდგენილი, ასევე არის გამომდინარე კანონებიდან ცვლილებები. გამომდინარე კანონებში ტექნიკური ცვლილებებია, თუ რაიმე არის შინაარსობრივი ბრძანა, თუ ტექნიკურია, მაშინ არ გქონდა. კანონ პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან ახალი ფორმა ჩნდება ფინანსური სერვისის, აი ამ 15 საკანონმდებლო აქტში საჭიროა გარკვეული ცვლილებების შეტანა, იმისათვის რომ აისახოს, ასე ვთქვათ, ფაქტორინგის ტრანზაქციის სხვადასხვა დეტალები და წარმოდგენილია. ერთადერთი აქ რაც მინდა ხაზი გაუსვა, ერთ-ერთი ცვლილება იგულისხმებოდა ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის, ორგანული კანონის ცვლილების პროექტში იყო ცვლილება, თუმცა საჭიროება აღარ დგას, ვინაიდან ეს ცვლილება უკვე შევიდა 2025 წლის 1 მაისის ძალაში და შესაბამისად ამ ცვლილებას რომ განხილვას აღარ საჭიროებს და არც კენჭისყრას. გმადლობთ. მადლობა, შეკითხვები. ბატონო ილია, გთხოვთ.
მადლობა ბატონო ირაკლი. ერთი ესეთი კითხვა მაქვს, ფაქტორინგული კომპანია რამდენად შეძლებს კონკურენციაში შევიდეს საბანკო ბანკიდან ფაქტორინგული მიმართულებით, იმიტომ რომ ამის კაპიტალი დაახლოებით 300,000-იო, თქვენ ესე აღნიშნეთ და ბანკის კაპიტალი ბევრად მეტი შეიძლება იყოს და არის კონკურენტუნარიანი ბანკთან შევიდეს კონკურენციაში ამ მიმართულებით. მადლობა. სხვა შეკითხვა თუ არის? არ არის. გთხოვთ. პასუხო. მადლობა ბატონელია. პირველ რიგში ჩვენ შევისწავლეთ დღევანდელი მოცემულობით ფაქტორინგული ბაზარი, ასე ვთქვათ, ეს პროდუქტი როგორ მუშაობს და გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის ეროვნული ბანკიდან, რომ ფაქტორინგული ტრანზაქციებით ვერ სარგებლობს მცირე და საშუალო ბიზნესი. ანუ ფაქტობრივად ეს ნიშა არის აუთვისებელი და არის, ასე ვთქვათ, მოკლებული იმ შესაძლებლობას, რომ ფაქტორინგული ტრანზაქციით ისარგებლოს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ კანონის მიღებით მინიმუმ გაჩნდება შესაძლებლობა, რომ საკმაოდ მსხვილ, ასე ვთქვათ, სეგმენტს, რასაც წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესი, ფაქტორინგული კომპანიები მოემსახურონ. რაც შეეხება კონკურენციის ნაწილს, საბანკო რეგულაცია თავის შინაარსით უფრო რთულია, ვიდრე ფაქტორინგული ოპერაციის ზედამხედველობა. ბუნებრივი მიზეზებიდან გამომდინარე, ფაქტორინგულ კომპანიას არ აქვს მაგალითად დეპოზიტები და არ მართავს სხვის ფულს, ასე ვთქვათ, საკუთარი კაპიტალის ფარგლებში მოქმედებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც ფაქტორინგულ კომპანიებს ექნებათ გარკვეული ობიექტური მოქნილობა და მათ შორის ფასწარმოქმნის ნაწილში შესაძლებლობა, რომ კონკურენცია გაწიონ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტეთ, რომ ბანკებს შეუზღუდოთ უშუალოდ ფაქტორინგულ კომპანიებში მონაწილეობა იმისათვის, რომ ეს კონკურენცია უფრო ჯანსაღად განვითარდეს ფაქტორინგულ სექტორს და საბანკო დაწესებულებებს შორის. მადლობთ. მადლობა. ამით საკითხი ამოწურულია, კენჭის ხრაზე ვაყენებ. არის პირველი მოსმენა, ამიტომ შეგვიძლია ერთად უყაროთ კენჭი. ესე იგი ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტამ მისი თანხლები კანონპროექტებს, ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ. წინააღმდეგი არ არის. ამით საკითხი ამოწურულია და კომიტეტის მუშაობაც. დიდი მადლობა.